საოცარი კაცია, საოცარი განცხადებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. იცით თქვენ რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთზე უარეს, მე ვიტყოდი ასე, საშინელ განცხადებებს აკეთებს. დღე არ გავა, რომ შალვა პაპუაშვილმა არ გაგვაოცოს და ფსკერი კიდევ ერთხელაც ჩახვრიტოს და ანტიევროპულ განცხადებას, ანტიევროპული განცხადება არ მიუმატოს ნებისმიერი ანტიევროპელობა, ანტიდასავლურობა არის ავტომატურად პრორუსულობა ჩვენს შავ-თეთრ სამყაროში. დიახ, რუსეთი შავი ძალაა, ბნელი ძალაა და თუნდაც გარკვეულ საკითხებში შემცდარი ესა თუ ის სახელმწიფო, მათ შორის პირველ ყოვლისა თქვათ უკრაინა, რომელიც არ ცდება როგორც წესი, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ცდება მისი რომელიმე ლიდერი, ასე მაგალითად პრეზიდენტი ზელენსკი, ის მაინც თეთრი ძალაა და ახლა არის დაპირისპირება შავ, ბნელ და თეთრ ნათელ ძალას შორის, ძალებს შორის და შალვა პაპუაშვილი ის კაცია, იმდენად საოცარი კაცია და მე როსო ვამბობ, რომ ეს FSB-ს შემუშავებული მესიჯებია, მეთქი ის მესიჯებს გვაცნობს, მეთქი ალბათ ოდნავადაც არ ვწდები. ეს შალვა პაპუაშვილი ის კაცია, რომელიც მუდმივად სიბნელისკენ არის, სიშავისკენ არის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. დღესაც შალვა პაპუაშვილმა ზუსტად მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ულოცავს სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, მათ შორის საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, ანუ მისმა კოლეგამ, მეგობარმა და ასე შემდეგ მიულოცა, ამასთან იყო პირველი, სხვა საქმე რამდენად გულწრფელია ის მინუსვა, მაგრამ ფორმალური თვალსაჩინით ხომ მიულოცა ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს. Სუსტად ამ დროს შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთი და მორიგი აბსურდული გაუბედავდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რუსული მესიჯებით გამოირჩა. აი, მაგალითად კაია კალასმა თქვა, მიულოცავო სომხეთის სახელმწიფოსო, ირაკლი კობახიძემ თქვა, ზელენსკიმ მიულოცა. სხვებას და აი შალვა პაპუაშვილი კი მაინც უუცნაურეს განცხადებებს აკეთებს. კერძოდ, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება, თითქოს ვინმე ჩვენ გთხოვდეს სუვერენიტეტის დათმობას, ეს ასე არ არის ბატონო. ევროკავშირი არათუ არ გთხოვს სუვერენიტეტის დათმობას, არამედ პირიქით მოითხოვს ჩვენგან ჩვენივე სუვერენიტეტის გაძლიერებას. ევროკავშირი ჩვენი სუვერენიტეტის დასუსტებას ან ჩვენგან დათმობას რომ ითხოვდეს სუვერენიტეტისა, ამ შემთხვევაში თავადაც დაგვასუსტებდა იცით მაგალითად როგორ ამ რამდენიმე დღის წინ გაეროს გენასამბლეაზე განიხილეს საქართველოს, კერძოდ კი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი. იქ ითქვა, რომ ტოლვილები უნდა დაბრუნდნენ და მათ უნდა მიეცეთ კომპენსაცია, რეპარაცია უნდა მოხდეს, ღირსეულად უნდა დაბრუნდეს, რუსეთი ოკუპანტია და ასე შემდეგ და ევროკავშირმაც დაგვიჭირა. აღარ ვლაპარაკობ ცალკეულ სახელმწიფოებზე. ევროკავშირმა როგორც ინსტიტუციამ დაგვიჭირა მხარი. დასუსტება რომ უნდადეს, ამას ხომ არ გააკეთებდა. მარწყვის და ოდენ მარწყვის შემოთავაზება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პაპუაშვილი სხვა კონტექსტში ამბობს ამას. იცით თქვენ რომ განიხილება, აგე დღეს 9 რიცხვია, ხო? თუ არ ვწდები და არ ვწდები, უკაცრავად 8. მაზეკ 9, 10 და 11 რიცხვში განიხილება საკითხი მომავალში უნდა შეგვიჩერონ თუ არა ჩვენ საქართველოს მოქალაქეების უვიზო რეჟიმის ევროკავშირთან, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმი. იცით თქვენ რომ 180 დღეში 90 დღით უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა უფლება გვაქვს ევროპაში. სტუდენტებს, ჯანმრთელობა შერყეულებს, ჩვეულებრივ ტურისტებს, რომლებსაც სურთ აბა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქის თუ ქალაქის ჩვეულებრივის ნახვა, მონახულება. ეს საკითხი განიხილება ახლა 11-ში და წლის ბოლოს იქნება საბოლოო ანგარიში. 1 წლის თავზე დაახლოებით ივნისისთვის ჩვენ მართლაც შეიძლება შეგვიჩერონ უვიზო რეჟიმი. ჩვენ გთხოვენ იმ მარწყვისთვის, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია, უნდა შევიზღუდოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები კიდევ ერთხელ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ამას ამბობს შალვა პაპუაშვილი და რატომ ამბობს, ახსენებს სწორედაც რომ მარწყვს.
მე გაგახსენებ ძალიან ცნობილ კადრს ფართო საზოგადოებისათვის. ავტობუსით როცა გადაადგილდება ნიკოლ ფაშინიანი ერთი საარჩევნო უბნიდან მეორე საარჩევნო უბნამდე, ერთი სოფლიდან მეორე სოფლამდე, ის სწორედაც რომ მარცხს გეახლებათ, მარცხს მიირთმევს. პაპუაშვილი ამით ცდილობს მიკნინებას ფაშინიანისა და აგე მან გაცვალა მარცხზე, გაცვალა სომხეთის სუვერენიტეტიო. ამის თქმას ცდილობს, ამასთან არ გამოსდის მეთქი, ასე ვიტყვი, უნიჭოთ ცდილობს. რეალურად უვიზა რეალიზაციის დაკარგვა ჩვენთვის იქნება კატასტროფის, ან კატასტროფაზე უარესის ტოლფასი თუ მომტანი. ამის შედეგად ვერც თქვენ და ვერც მე ვერ მივიღებთ ვიზებს, არ ჩაგვირტყავენ უმრავლეს შემთხვევაში, მოდი ასე ვიტყვი. მე კიდე ჩამირტყავენ, გიბოდიშებთ, იმიტომ რომ ჭყალებში ცნობილი ადამიანი ვარ და იმიტომ რომ მე რაღაც არც სავიზო დარღვევა მაქვს, რასაკვირველი არც თქვენ და კიდე რაღაცა საქმიანი ვიზიტები შეიძლება მქონდეს ევროკავშირის ქვეყნებში. აი თქვენ უმრავლესობას არ ჩაგირტყავენ და ვერ გექნებათ, არ გექნებათ შესაძლებლობა ევროკავშირში მოგზაურობისად. კარგი, არ ნახავთ იმ ბარსელონას თუ იმ რომს, მაგრამ თქვენ ნათესავს ხომ სჭირდება ასასლარს რომ უგროვებთ ხანდახან მაინც კურნალობა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რაღაცა კვლევების ჩატარება, ასე მაგალითად ბერლინში. ხომ სჭირდება თქვენს ნათესავს ბიზაშვილის შვილს, ხომ სჭირდება ორკვირიანი ტრენინგების გავლა, ასე მაგალითად ვენაში. თქვენს ნათესავს, თქვენს ახლობელს, თქვენს მეგობარს, მეგობრის შვილს, შვილის შვილს, ხომ სჭირდება გრძელვადიანი სასწავლო კურსების გავლა ევროპის რომელიმე სახელმწიფოში და სანამ ის სასწავლო ვიზას მიიღებს, და იქნება ეს რთული, იმიტომ რომ ართულებს და ართულებს ყველა საკონსულო, ყველა ქვეყნის საკონსულო, ის ვერ გაემგზავრება, ასე მაგალითად ვარშავაში თუ რიგაში თუ არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს, ამსტერდამში თუ სხვაგან თუ სხვაგან. პაპუაშვილმა და არა მხოლოდ პაპუაშვილმა. ჩვენ დაგვაყენეს ამ საფრთხის წინაშე, ახლა კი ოსტატურად, თითქოს ნიჭიერი კაცი იყოს, ცდილობს თქვას, რომ ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა ჩვენთვის პრობლემა არ არისო. რეალურად ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ წავალთ, ვერ ვიმოგზაურებთ ევროკავშირში, შენგენის წევრ სახელმწიფოებში, არამედ იმიტომაც, რომ არსებითად მოვწყდებით, ისედაც მოწყვეტილები ვართ, მაგრამ კიდევ უფრო მოვწყდებით ევროპულ სივრცეს. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდია იოზვიაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი 11 ივნის ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგს გამართავს. სხვათა შორის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება უკვე მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში, 27-ის დასაწყისში, თუ ჩვენ ჩამოგვართმევენ ვიზო რეჟიმს, გაგვიუქმებენ, შეგვიჩერებენ ვიზო რეჟიმს, ყველა სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ზედმიწევნით ზუსტად უნდა წარმოთქვათ, შეგვიჩერებენ ვიზო რეჟიმს. მაგრამ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ამავდროულად გამყარებული იქნება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება გარკვეულ ფაქტოლოგიურ ამბებზეც კერძოდ. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ჩვენი ქვეყნიდან ევროკავშირში საკმაოდ ბევრი, ანუ პირები, რომლებიც ჩადიან და ბარდებიან. უკანონო მიგრაციის რიცხვი, მიგრანტების რიცხვი, ვინც ჩადის და არ ბარდება, მაგრამ იქ ცხოვრობს 3 თვე და მეტი ხნის განმავლობაში, ამათი რაოდენობაც საკმაოდ დიდია. უკვე ამ ორი თვალსაზრისით და პლუს კრიმინალის საქართველოსთან ჩასული მოქალაქეების მხრიდან კრიმინალის ჩადენის შემთხვევათა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომც არ მიიღოს ევროკავშირმა, ანუ პოლიტიკას რომ არ დააყრდნოს საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ ქმედებებსა და არასწორ ვექტორს, რომც არ მიაქციოს ყურადღება, ეს უკვე არის საფუძველი ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისა. პარალელურად, ბატონებო და ქალბატონებო, მეგობრებო, ისეთი საინტერესო პროცესები მიმდინარეობს გარშემო, რომ ჩვენ ალბათ მაინც იმედი მაქვს, მაინც აუცილებლად მაინც არ უნდა ჩამოვჩეთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე გვარიანად მოახერხეს რუსეთისაგან განცალკევება, განქორწინების პროცესი დაიწყეს. სომხეთი და ნიკოლ ფაშინიანი, ეს ისტორიული გმირი ლიდერი სომხეთის რესპუბლიკისა, კარგი და ბოლო თვალსაჩინოება. სომხეთი გამოვა ყველა იმ კავშირიდან, რომელშიც რუსეთია დომინანტი და რუსეთია მთავარი. გამოვა და მართებულადაც მოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებში შეიძლება მას
ეკონომიკურ საკითხებში და მათ შორის ენერგორესურსების თვალსაზრისით თავდაპირველად მაინც გაუჭირდეს, თუმცა მას გვერდით ყავს აზერბაიჯანი, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული იმაში, რომ სწორედაც რომ ფაშინიანს გაემარჯვა ამ საპარლამენტო არჩევნებში და გვერდით არა, მაგრამ ყავს პირდაპირ მნიშვნელობით გვერდით არ ახავს გეოგრაფიულად, მაგრამ ყავს გვერდზე პარტნიორები, გვერდით პარტნიორები, საფრანგეთი პირველ ყოვლისა და საერთოდ ევროკავშირის ძალიან ბევრი სახელმწიფო, რომლებმაც რაღაცა დაინახეს, რომ სომხეთის სწორი, ანუ ევროპული მიმართულებით ვითარდება, გადაწყვეტილება მიიღეს კონცეპტუალური, რომ დაეხმარონ სომხეთს, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობის როგორღაც რუსეთისაგან მოწყვეტის როგორღაც საქმეში ამბავში. რუსეთი პირდაპირ მნიშვნელობით იფხრեց ყველაფერს ეცდება უკვე შემდგომ დღეებშიც და თვეებშიც. წლის ბოლომდე რომ სომხეთი დაიბრუნოს საკუთარ წიაღში, არმენია აზრაშაეცსა რადნუიუ გავაჯ, ეს უნდა თქვას რომელიმე იმპერიალისტმა რუსმა, მაგრამ ვეჭვობ, რომ ფაშინიანი, რომელიც მხარდაჭერილი არა მხოლოდ ევროპელების და არა მხოლოდ ალიევის მხრიდან თუ მიერ, არამედ ამერიკელების მხრიდანაც თუ მიერაც, ფაშინიანი ყველა კრიზისს, ყველა აღმართს გადალახავს. ამასობაში სადახარ შენ? ამ კითხვას მიუბრუნდები. მანამდე გავიხსენოთ რუმინეთი, სადაც დამარცხდა რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ჯგუფი ამ წელიწად ნახევრის წინ. არამედ ჩამიხედავს ბოლოს და არ გადავიმოწმები, ამიტომ დაახლოებით ასე გეტყვით. დამარცხდა ორბანი ამ 2 თვის წინ. არც კი, ხო, 12 აპრილს. რომელიც ტროას ცხენად იყო სახელდებული, ტროას ცხენი შეგზავნილი რუსეთის მიერ შუაგულ ევროპაში. დამარცხდნენ პრორუსული და ოლიგარქიული ჯგუფები რუმინეთის მახლობლად გვერდზე სახელმწიფო მოლდოვაში, სადაც გენიალური ლიდერი მაია სანდუ როგორღაც ახერხებს და ამ რუსული გავლენებისაგან არათავისუფალ ქვეყანას როგორღაც წინ სწევს, წინ მიხავს ეს ქვეყანა. მოლდოვაში რთული ვითარება. მოლდოვა ბევრი რა თვალსაზრისით ჩვენ ჩამოგრჩება, განა არა, მაგრამ მოლდოვაში არის ერთი აღმავალი დინამიკა ყველა კუთხით. და მეორე ადეკვატურობის თვალსაზრისით მოლდოვა რუმინეთისა და სომხეთის, და სხვა ქვეყნების დარად ადეკვატური გვაქვს ადეკვატურის თვალსაზრისით ჯეროვან დონეზე. ვიღა დარჩა ევროპაში. ბულგარეთიო ბევრი თქვენგანი მეტყვის და ასეა, მაგრამ ბულგარეთის ხელმძღვანელობას ისევე როგორც ასე მაგალითად სერბეთის, თუმცა ის არ არის პირდაპირ მნიშვნელობით ევროკავშირის წევრი, ასე მაგალითად სლოვაკეთის ხელმძღვანელობას პირდაპირ არ იდები მნიშვნელობით კისერს მოუგრეხენ ეგრეთ წოდებული ევროპიუროკრატები, არ შეიძლება ტროას ცხენები არსებობდეს ევროპის კონტინენტზე. და ამ თვალსაზრისით თუ გავხედავთ ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, ბიზნეს ივანიშვილს, აბა ვინ დაუტოვებს სამართავად ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას, მათ შორის იმიტომ რომ ეს სივრცე თუ ბიზნეს ივანიშვილმა გააკონტროლა, ან ამგვარმა ბიზნეს ივანიშვილმა გააკონტროლა და რადარი ნიშან სვეტი არ არსებობს თუ ის შეიცვლება, ეს სივრცე რუსეთისათვის იქნება ერთგვარი პლაცდარმი საიმისოდ, რომ ეს იმპერია დაბრუნდეს კავკასიაში. აი ძლივს რომ თავისუფლდება რუსული გავლენებისაგან. იმ კავკასიაში რუსულ გავლენებზე გამახსენდა სირიაში რუსეთი გვარიანად დასუსტდა კი არა, აღარ არსებობს ოკეან გაღმა ვენესუელაში, რუსეთი აღარ არსებობს, ისი თქვენ რომ მადურო დატყრებებული და პირდაპირ მნიშვნელობით დატყრებებული და ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროში ყოფია. ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ და უმნიშვნელოვანეს ქვეყანა ირანში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი ვერ მოაყვარა, ხჭინა მოამრგვალა, მაგრამ დინამიკა ასეთია, რომ რუს ირანს რეალურად გააჩერებენ, ადრე იქნება თუ გერ ალბათ უფრო საშუალოა დიერ პერსპექტივაში. რას ნიშნავს გაჩერება? პირველ ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ ბირთვული იარაღის გაკეთების შესაძლებლობა ირანს არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთშიც კი იფხრեց ყველაფერს, მაგრამ ახლო აღმოსავლეთშიც მარცხდება, ახლო აღმოსავლეთიდან ძირკვავს ფეხს. და ამასობაში კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, სად ხარ შენ ჩემო არაჩვეულებრივო ქვეყანა? შენ ხარ ჩარჩენილი იმ მართვის იმ სტილში და იმ არაადეკვატურობაში, რომელიც შემოგთავაზა 12 წელია ბიზნეს ივანიშვილმა და ბიზნეს ივანიშვილის ნებისმიერმა რუსეთზე დამოკიდებულმა პირდაპირ თუ რუსეთზე არა დამოკიდებულმა, ამა თუ იმ პაჟმა, ამ შემთხვევაში პაპუაშვილმა, სხვა შემთხვევაში კობახიზემ, კიდე სხვა შემთხვევაში წილოსანმა, მდინარაძემ, სხვებმა. და ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება და მისი სატელიტებით, ასე მაგალითად აი ბოჟაძე, რაღაც პარტიის წევრი ყოფილა. აირჩიონ მერე
ვინ დაუშალათ სომხეთზე ადრე ავირჩიეთ ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს ამბობს ოღონდ იმ ნატოსკეთ საქართველოს რახანი არ გადაუდგამს ნაბიჯი ხოლო ევროკავშირს სილდება და სილდება ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც უნდა ვთქვათ ხო აქვე რასაკვირველია ვახსენებ ქართულ იმ მედიად წოდებულ ჯგუფებს რომლებიც რეალურად ახმიანებენ საქართველოს ხელისუფლების მესიჯებს. დიახ, კობახიძე ირაკლი ასე მაგალითად ვალდებული იყო, რომ მიელოცა ფაშინიანისთვის და ყველას დაასწრო და ფარისევლურად მიულოცა. და იმ დროს, როდესაც პრემიერი, აი რუსთავი ორის თანამშრომელთა პრემიერი, ულოცავს სომხეთის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებას, ზუსტად პარალელურად რუსთავი ორი იქნება თუ იმედი იქნება თუ სხვა სახელისუფლო არხები ცდილობენ გაატარონ ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკა. ისინი ამგვარ რამეს ავრცელებენ ასე მაგალითად ხსენებულ ფაშინიანზე. ფაშინიანი აპატიმრებს ოპოზიციას და ასე იმარჯვებს. ფაშინიანმა არადამაჯერებლად გაიმარჯვა. რუსთავი ორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბაკურ ოდის ვიხდი ჩავხედავ. იმიტომ რომ ეს ის კაცია, რომელსაც ასე მაგალითად კულტურის მინისტრი, კულტურის სამინისტრო ან ნებისმიერი ან ბევრი სახელმწიფო უწყება რაღაც ღონისძიებების რეჟისურას ანდობს ხოლმე და ასე არ არის ბაკურ ოდიში ყარი არ ვიცი. ვინმე ბაკურ დამახსენეთ რაგვარი გახთხოვთნა. ბაკურ ბაკურაძე. აი რუსთავი ორის ხელმძღვანელი სამხატვრო ხელმძღვანელია საერთოდ. ბაკურ ბაკურაძე რასაკვირველია სიტყვასაც ვერ იხდებს ქართული ოცნებისაგან კარნახის, სუსისაგან კარნახის და კიდე სხვადასხვა კლასტერებისაგან კარნახის, ფარული კლასტერებისაგან კარნახის გარეშე. სიტყვას აი საკუთარ მოსაზრებას ნებისმიერ თემაზე კალამზე. სიგარეტზე არ დაგანახებთ რომ რეკლამაში არ ჩამეთვალო. სიგარეტზე აი სწრაფად ავწევ, ხო? სიგარეტზე, სანთებელაზე, აი კრიკეტის ორწდები სანთებელა. სანთებელაზე თქვი რამე ამასთან დაკავშირებით ორ სიტყვასაც ვერ აბავს ვინმე ბაკურ ბაკურაძე და რაც გადავეკიდე ამ ბაკურ ბაკურაძეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის კარგია იმიტომ რომ რაღაცა დაუწერია და გაგაცნო. არამედ იმედის რუსთავი ორის საზოგადოებრივი მაუწყებელი ასე და თანამშრომლები. ხო და ეს ბაკურ ბაკურაძე და არა ირაკლი კობახიძე ახმიანებს რეალურად სახელისუფლო მესიჯს. ნახეთ რას წერს. საქართველოში ვერაფერს მიაღწიეს. იგულისხმება ბიუროკრატია, ევროპა. ალიევმა ანუ აზერბაიჯანმა კარგა ხნის წინ დაახვევინა ყველას და ახლა სომხეთს მიადგნენ. ანუ ევროპელები მიადგნენ სომხეთსო. ეს საზიზღრებიო. ფაშინიანი კარგი ხვითოა, თითქოს ევროპისაკენ არ მიდიოდეს და კერკეტი კაკალი იყოს. ფაშინიანი, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირს, სიგიჟე, ბოდვა, ყველანაირი ფსკერის ჩახრეტა პაპუაშვილი ხოხრեց და მათი მომხრეებიც ხოხრეტენ, დამატებით ხვედენ და ხვედენ. მგონია რომ გადააგდებს ევროპებს და დამცინავადაც ევროპებს. მშვიდობა, ანუ წავა რუსეთისკენ, ევროპის გადაგდება ნიშნავს რომ ფაშინიანი დააბრუნებს იმ სომხეთს, რომელიც ცდილობს რევანშს, რომელიც ცდილობს აზერბაიჯანისათვის მთიანი ყარაბაღის წართვებას, ანუ დაბრუნებას ცდილობს. ის რაც 3 წელიწადია და მეტია სომხეთის იყო დე-ფაქტო მდგომარეობით. ანუ ბაკურ ბაკურაძე რუპორი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა ამბობს რომ ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სჯობს შვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეგრე მაგის პასუხია და ინგრევა რაღაცა ვახსენე ომი და მშვიდობა არავითარ შემთხვევაში არ მისხსენებია თქვენ რომ გონიათ დიდი რუსი მწერალი იმ დიდი რუსი მწერლის ნაწარმოები ხო ასე გონიათ თქვენ. კარგი მეც სულებავთ მივიშნევ რომ ტოლსტოი დიდი რუსი მწერალია. ეგრა მაგის პასუხია რაღაცა ვახსენე ომი და მშვიდობა რასაკვირველია უნდა ვთქვათ ისიც რომ დაინგრა ან ინგრევა მითი იმის თაობაზე რომ ევროკავშირისკენ თუ მიდიხარ რომელიმე ქვეყანა თუ მიდის აუცილებლად იქნება შენთან ომი და შენ ევროკავშირისკენ სწორედ იმიტომ არ უნდა იარო რომ ომი იქნება და ასევე ინგრევა მითი იმის თაობაზე რომ ევროკავშირი შენ ომს გახვევს თავს. არა, ევროკავშირი შენ გიცავს
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი არ არის და უფრო სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი ალიანსია, ევროკავშირიც კი ასეთი მოსუსტებული სხვათა შორის, მაგრამ მაინც გიცავს. ფაშინიანის გამარჯვების და შესაბამისად სომხეთის განვითარების ვექტორის შეუქცევადად ევროპისაკენ შებრუნების შემდეგ კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი სატელიტი სახელმწიფო. და ამ ერთადერთ სატელიტ სახელმწიფოს ქვია საქართველოს პრინციპში მე პერიფრაზი მოვახდინე ახლა ექსპერტ გია ხუხაშვილის საჯარო სტატუსისა, რომელიც უბრალოდ მომეწონარი, თუმცა სხვების სტატუსებიც მომეწონარ. ხიად მინდა შევაქო ჩემი კოლეგა და მეგობარი ლიკა ბასილაია შავგულიძე, რომელმაც უაღრესად სწორი, აი ბევრ პოლიტიკოს რომ არ გამოსდის ხოლმე უაღრესად სწორი აქცენტები დასვა. აღარ რჩება სივრცე მანევრებისათვის, ტვინების გამორეცხვის პროპაგანდისტური ნარატივისათვის, deep state ზეობის თავდანაცილებაზე მეორე ფრონტზე და სხვა ათასი პოლიტიკური მაიმუნობისათვის წერს ხსენებული გია ხუხაშვილი 20 წუთი გასულა მასობაში. ახლა თქვენზეა ჩახვებით იმპერიას პოლიტიკურ საფლავში. იმპერია მართლაც პოლიტიკურ საფლავში ექცევა. აქვე ვიტყვი, რომ ინგრევა მითი რუსეთის უძლეველობის თაობაზე ხომ დანგრეულია და რუსეთის იმპერიაც ინგრევა და პოლიტიკურ საფლავს საბარეს ითხოვს. რუსეთის იმპერია მისი საფლავის გამხრელი მხოლოდ ზელენსკი არ არის, მაგრამ პუტინიც გვარიანად სერიოზული გამხრელია. საფლავისა ლიკა ბასილაიას კიდევ უფრო კარგ სტატუსს აღარ ჩაგიკითხავთ და ბოლო აკორდი ამ ჩემი ვიდეო ბლოგისა მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, საყვარელებო, კარგებო, არაჩვეულებრივებო, კონიერებო, მაგინებლებო თუ მაკებრებო, ადამიანებო, მოქალაქეებო ამ ქვეყნის. უკრაინამ ნახეთ რა ქნა, კი არა რა თქვა ჯერ და რას იზამს უახლოეს პერიოდში. უკრაინამ თქვა რომ მეო ბალისტიკური კალამს გაჩვენებთ თვალსაჩინოებისათვის და წარმოიდგინეთ რომ ეს არის ბალისტიკური რაკეტა. ამ ბალისტიკურ ჩემს მის მიერ წარმოებულ ბალისტიკურ რაკეტას მეო ვცდივ გამოცდა ხდებაო ამ ბალისტიკური რაკეტის. და მეო შეიძლება რუსეთსაც კი არა მოსკოვსაც კი დავარტყა ამ ბალისტიკური რაკეტები, ჩვენ მზადა გვაქვს ამას. რომელიმე მე პირველ ხარისხოვანი სამხედრო პირი კი არა, თლად პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომელიც აქვე ვიტყვი, რომ ამბობს იმასაც, რომ ჩვენ არ მოვკვდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ჩვენი გარდაცვალ დაღუპვა. ხო პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ბალისტიკურ რაკეტებს თუ მიუბრუნდეთ, ეს ბალისტიკური უკრაინული რაკეტები შეიძლება ბრახ და ჩაიხრიტოს ამ ბალისტიკურ რაკეტებმა მოსკოვის შუაგულის კი. ზელენსკიმ გააფრთხილა პრეზიდენტი პუტინი სანამ დროა შეწყვიტე ომი. პუტინმა ეს წერილი პრაქტიკულად არც წაიკითხა, უკმეხად უპასუხა უკმეხ წერილზე, ამასაც ვიტყვი ობიექტურობისათვის. თუმცა ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ თქვენო პირველადი ვერსია არ გინახავთ იმ წერილის, როგორი უკმეხი ვიყავიო, როგორი მძიმეო, უხეში და დამცინავიო. პუტინმა თქვა, რომ მე არ დაველაპარაკები ზელენსკის სასაკვირველად, ანუ ომი გრძელდება. და თუ ომი გრძელდება, ვინ ვის ეს ყველა კარგად ვიცით შედეგი. გასაკვირველია უკრაინა რუსეთს. იმიტომ რომ რუსეთს გარდა იმისა, რომ ის მტყუარია, ძალაც აღარა აქვს, რომ დაიცვას კი დაიპყროს უკრაინა კი არა დაიცვას საკუთარი ტერიტორიებიც კი. ქართულ ოცნებას რატო უნდა მიმართოს ახლა ჭკვათ ყოფილმა კაცმა, მაგრამ მიმართავ მეც. ნუ ჩახვებით ამ რუსეთს. აპრიორი მარცხებთ და თუ ჩახვებით, მაშინ ორი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ან გვარიანად მართლა ჭკვას უსტები ხართ. სხვირს იქით რომ ვერ იხედებით. ან შეშლილები ხართ, მესამე ახსნაც აქვს. მეოთხეც. ან შეშლილები ხართ უბრალოდ. თვითმკვლელებიც მათ შორის. ხარაკირს კი არ იკეთებთ, არამედ ზურგში თქვენ თავადვე იცემთ ხანჯალს და აბზრიალებთ, ატრიალებთ თქვენ ზურგში, ვიდრე გულამდე არ გამოვა რაღაც მოგკლავთ უთუოდ. ან ეს არის, ან ასევე ჭკუას უსტები ხართ, ან აგენტები ხართ, ან ყველაფერი ერთად ახართ.
ან შეშლილები ხართ. მოკლედ არ ვიცი 5-6 ვარიანტია ერთმანეთზე უარესი მეთქი. ვიტყვი ასე. ხო და რა გინდათ? რით ვერ გაანებეთ ამ ქვეყანას და არა ეს რაღაც პათეტიკურად ჟღერს რასაკვირველია. გაგვეშვით რა. იმ ქართული ოცნების იმ მომხრეებთანაც, რომლებთანაც ახლა ლამის განასისხლად ვართ გადაკიდებულნი ისინი ჩვენზე და ჩვენ მათზე დავალაგდებით თუ ეს ქართული სახელმწიფოს სხეულზე ტკიპად დამჯდარი შალვა პაპუაშვილი ერთი ან მომჯდარი ბევრი შალვა პაპუაშვილი იქნებს ითად გაეშვებიან ამ სახელმწიფოს ორგანიზმს სისხლის წოვა მიმდინარეობს არ გამოვა მაინც არაფერი უკრაინა გამარჯვებულია მოლდოვა გამარჯვებულია სომხეთი გამარჯვების გზაზეა შუაგულ ევროპაში არსებული სახელმწიფოები ბალტიელების ჩათვლით გამარჯვებულებია ფინეთი საერთოდ ნატოს წევრი გახდა შვედეთი საერთოდ ნატოს წევრი გახდა და როგორ შეიძლება ასე უყურებდე ვლადიმირ პუტინს და დღემდე ან გაშინებდეს ან აღგაფრთოვანებდეს ერთი მეორეზე უარესია ეგ და მაგის პასუხია და ჩემთან დებატები არ გინდათ ოღონდ წულუყიელი არ მომიყვანოთ მართლა შეშლილია ჩემი აზრით და კიდევ არის თავხედი ასევე ჩემი აზრით გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩაჯდა ეს მამუკო რომ იცოდე მაინც გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა